საღამო მშვიდობის მეგობრებო, როგორც დაგპირდით, ამ საღამოს ვისაუბრებთ 26 მაისს მოდის და 26 მაისთან დაკავშირებით საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღე არის და ძალიან საინტერესო მოვლენები არის, რაც გათვითცნობიერებული ადამიანისთვის ძალიან მარტივად გასაგები არის ყველაფერი, თუმცა არ მინდა მე მივაყენო მასას შეურაცხყოფა ხალხმა, რომელმაც არის, მაგრამ ასე არის ახალგაზრდობამ განსაკუთრებით, რომლებმაც არ იცის 9 აპრილი რას ნიშნავდა, მისთვის 26 მაისი რაღაც გაუგებარი იქნება. არა მარტო მათთვის, ადამიანებისთვის, რომლებიც გაუცნობიერებლად ამბობენ დამოუკიდებლობის დღე. მოდი სიმართლე ვისაუბროთ, როგორ მოვიდა ეს დამოუკიდებლობის დღე ქართველებთან, როგორ მოხდა მისი გამოცხადება, რა პრობლემებს წავაწყდით ჩვენ მაშინ, რა იყო რეალური ქვეყნის შიდა და გარე პრობლემა და როგორ ეფემერული აღმოჩნდა ეს დამოუკიდებლობა და დღესაც იმ პერიოდის ანარეკლი როგორ გადმოდის ამ ყველაფერზე. ამ ლაივს მე დავაწერე ცოტა უხეშად, ცოტა კი არა, გემრიელად უხეშად, ასე რომ ვთქვათ, ნოე ჟორდანიას მიმართ. ჩემი დამოკიდებულება ასეთია, არ უმალავ, არასდროს არ დამიმალია. ნოე ჟორდანია ეს იყო ერთ-ერთი უდიდესი ნაძირალა და მე ამას ავხსნი ყველაფერს, თუ რატო მიმაჩნია ეს ადამიანი, რომ იყო ნაძირალა. ალბათ ბევრისთვის კიდევ ასე უბრალოდ თაობისთვის უფრო მარტივად გასაგები არის, მაგრამ აი ძალიან ბევრისთვის ისიც გაუცნობიერებელი არის 1990 წელს ცხონებულმა ჩვენმა პირველმა და ჯერჯერობით ერთადერთმა კანონიერმა პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ 26 მაისთან დაკავშირებით ისაუბრა და თქვა მაშინ მან, რომ საქართველოს მიიღო დამოუკიდებლობა ბარაბას გზით და უარყო ქრისტე. ამიტომ აღმოჩნდა ის დამოუკიდებლობა ესეთი ხანმოკლე და ეხლა დგება დრო, რომ საქართველოს მოიპოვოს დამოუკიდებლობა ქრისტეს გზით და იაროს ქრისტეს გზით და თუ ამ გზით არ ივლის, ივლის ბარაბას გზით, იქნება იგივე ეფემერული და იქნება ისეთივე დამოუკიდებლობა, როგორიც იყო 1918 წლის 26 მაისს. მე აბსოლუტურად ვეთანხმები ცხონებულ ზვიად გამსახურდიას, დიდ პრეზიდენტს. აუცილებლად კვინიტაძეზეც ვისაუბრებთ, აუცილებლად. და გავხსნი, რატომ აქ ესეთი დამოუკიდებულება მეც. დავიწყოთ იქიდან, რომ როგორ მოხდა 1918 წლის დამოუკიდებლობის გამოცხადება საქართველოში. ესე იგი, ეს არის პერიოდი, როდესაც მიმდინარეობს პირველი მსოფლიო ომი. აქამდე არნახული ევროპისთვის და რუსეთისთვისაც სხვათა შორის, რომელსაც 12 მილიონი ადამიანი შეეწირა. მთელი მსოფლიო ჩაბმული იყო იმ პერიოდის განვითარებული სამყაროსი ამ ომში. რუსეთში ამ დროს მოხდა რევოლუცია, ჩამოაგდეს მეფე, შეიქმნა დროებითი მთავრობა. ამ დროებითი მთავრობის პერიოდში რეალური ძალაუფლება იყო მუშათა და ასე რომ ვთქვათ, გლეხთა ხელში, იყო სრული ვაკხანალია განუკითხაობა და რუსეთი ჩაება შიდა სამოქალაქო ომში. საქართველოს იმ პერიოდისთვის წარმოადგენდა
რუსეთის სუბიექტს. იმ პერიოდის საქართველო ჩვენ რო ვთქვათ ტერიტორიული ერთეულით თითქმის წარმოადგენდა ტერიტორიებით წარმოადგენდა დაახლოებით მე-10 საუკუნის საქართველოს ასე რომ ვთქვათ, იმიტომ რომ იმ პერიოდის ქუთაისის და თბილისის მაზრაში შემოდიოდა არც საინგილო, ტაო-კლარჯეთის, აფხაზეთის, სამაჩაბლო, თავისთავად ლორეტაშირი, ბორჩალოს მაზრა და ერთი დუალეთის ნაწილი აკლდა და იმიერტაო აკლდა ოფიციალურად. თუმცა ეს არის პირველი მსოფლიო ომის სამხრეთ კავკასიის მიმართულების ბრძოლა, სადაც რუსულ არმიას წარმატება ჰქონდა და ლამის ანატოლიამდე იყვნენ გასულები, მაგრამ გადატრიალებამ თავისთავად ერთადერთ მიმართულებაზე ჰქონდათ, ეს იყო სამხრეთ კავკასიის ტერიტორია, სადაც რა თქმა უნდა ქართველებიც, სომხებიც და ადგილობრივი ერები, რომლებიც ჩაგრული იყვნენ ოსმალეთის იმპერიისგან, სიამოვნებით ეხმარებოდნენ რუსულ არმიას. და ეხლა მოხდა ესეთი პერიოდი, რომ გადატრიალება მოხდა რუსეთში, არმია კიდე აქ ბრძოლაში იყო ჩაბმული. როდესაც დაიშალა რუსეთის იმპერია და დაშლა დაიწყო, ამ პერიოდისთვის სრულიად შემთხვევით, იმიტომ რომ არ იყო ნოე ჟორდანია. ვინ იყო ნოე ჟორდანია, ხო? რა პიროვნება იყო? ნოე ჟორდანია იყო პიროვნება, რომელიც იყო მენშევიკი, სოციალ-დემოკრატებს რო ეძახდნენ. იმ პერიოდის გლობალისტი იყო. ანუ დღეს რო ვთქვათ, ჩვეულებრივი გაგებით ლიბერასტი. არანაირი ბრძოლა მას საქართველოს დამოუკიდებლობისთვის არასდროს არ გაუკეთებია და არასდროს არ მიუღია მონაწილეობა. არაფრით ისინი არ განსხვავდებოდნენ ბოლშევიკებისგან. ხო, ლუკა ვიცი რომ ჭედავს შემოგევლე, ეგეთი სიტუაცია არის, რა ვქნა, აბა არის ახლა ალბათ მთელი სუსი, მუსიკუში, პუში ჩამჯდარი არის და მიმდინარეობს რეპორტები, რომ არცალი ახლა ხოცებო თქვენ სალანძღავად დამაყენეთ ეს ლაივი, ნუახდენთ ინტერნეტზე ალგორითმის დაგდებას რა. ნუ ესე ხდება რა შემოგევლე ლუკა, იმიტომ რომ უკვე თვეები არის, გვერდი არის აქტიური თავდასხმის ობიექტი. და იმას ვამბობდით, რომ როდესაც ფარა შემოbrunდება, კოჭლის ხვარი მოექცევა. არასდროს სოციალ-დემოკრატებს, არასდროს ნოე ჟორდანიას, არასდროს მის პარტიას არ ქონია იმის სურვილი. მეგობრებო, აუცილებლად ვიდეოს YouTube-ზე ავტვირთავ და გამოიწერეთ, ვისაც გაინტერესებთ. არხი აუცილებლად. არასდროს არ ქონდა ამ ხალხს არანაირი სურვილი, ეროვნული დამოუკიდებელი საქართველო ყოფილიყო, ესენი იყვნენ ჩვეულებრივი გლობალისტები, ჩვეულებრივი კოსმოპოლიტები, რომლებიც საქართველოს თვლიდნენ როგორც თავის წილს, რომ ეს წილი უნდა შესულიყო რაღაცა დიდ მსოფლიო გაერთიანებაში. თვითონ სოციალ-დემოკრატების, როგორც დღევანდელი ლიბერასტები ესენი იყვნენ. მაგრამ რა რეალობა იყო მეორე მხარეს? მეორე მხარეს, რომელიც აი ხლა იმ დონის ნაგავი იყო ეს პიროვნება. მე იმას არ ვამბობ, რომ ის იყო უჭკუო, გაუნათლებელი, უციგნური პიროვნება იყო. ნოე ჟორდანია პირიქით ძალიან განათლებული იყო, ძალიან ბევრი რამის მცოდნე იყო, მაგრამ ის იყო მსოფლიო მოქალაქე და არანაირად არ იყო ის საქართველოს მოქალაქე. რაც შეეხება ეროვნულ დემოკრატიულ პარტიას, რომელი ეროვნულ დემოკრატიულ პარტიაც თავის დროს ელია ჭავჭავაძის, ნიკო ნიკოლაძის და სხვა გამოჩენილი ამულიშვილების ნამდვილად ძალისხმევით იბრძოდა საქართველოს დამოუკიდებლობისთვის. ამ პარტიას ხელმძღვანელობდა გამოჩენილი ქართველი, დიდი ქართველი, ილიას გზაზე მიმავალი და
უამრავი რამის შემოქმედი საქართველოში ეს იყო ნიკო ნიკოლაძე. ნიკო ნიკოლაძე პიროვნება, რომელიც არათუ ეროვნულობით და სულისკვეთებით ქართველი იყო, ამასთან ერთად იყო უძლიერესი დიდი მეცნიერი, დიდი ბიზნეს გეგმებით და ასე შემდეგ. მის დამსახურება არის როგორც რკინიგზის გაყვანა საქართველოში, ასევე სასწავლებლების ჩამოყალიბება, თვითონ ფოთის ქალაქის როგორც საპორტო ქალაქის აშენების და ასე შემდეგ. აი, იმიტომ თქვა ცხონებულმა ზვიად გამსახურდიან მაშინ და იმიტომ ითქმის დღესაც აი ეს ყველაფერი რომ მაშინაც, აი იმიტომ არ მწამს მეც დღემდე არჩევნების. მაშინდენ გამართულ არჩევნებში აი ამ სოციალ-დემოკრატებმა, აი ამ გველებმა. ეს ახლა იცით რა პერიოდი არის, როდესაც ილიას ძალიან მოწონდა და ძალიან პატივს სცემდა ნოე ჟორდანიას. და ხელსაც უწყობდა ყველაფერში, მაგრამ აი ეს ქვეწარმავალი ილიას მიმართებაში, ილიას ეძახდა ხალხის მტერს, ქვეწარმავალს და ილია ეუბნებოდა რომ კარგია ეს განათლებას რასაც ღებულობ ყველაფერი, მაგრამ არასდროს დაივიწყო რომ შენ ხარ ეროვნული და შენი ეროვნულობა არ დაივიწყო, იმიტომ შეუძლებელია ილია წარმოადგინოთ ახლა ჩვენ როგორც ესენი გვეუბნებიან რომ აი ეს იყო გლობალისტი და ლიბერასტი და ეს საერთოდ ამ სიტყვების ცნებაც არ იციან საერთოდ ამ უციგნურმა ადამიანებმა. და ნოე ჟორდანიას რუსეთში და იმ პერიოდის საზოგადოებაში ეძახდნენ ქართველ მარქსს. იმ დონის, ასე რომ ვთქვათ, იდეინი იყო იმ კოსმოპოლიტური იდეების. და როგორც ისტორია ამბობს, მათ ხელი შეუშალა ამ ყველაფერში სტალინმა და ორჯონიკიძემ, რომ ლენინთან დაახლოებულიყო ეს ქვეწარმავალი. თორე ჩვეულებრივად ომის და ყველაფრის გარეშეც იქნებოდა და რა დამოუკიდებლობაზე იქნებოდა ლაპარაკი და საერთოდ ამიერკავკასიის კომისარიატი როგორ დაიშლებოდა. მივალთ მაგამდე ძალიან საინტერესო თემაა, ცოტა ვრცელი თემაც არის, ვისაც გაინტერესებდა, ვისაც გააქვთ სურვილი, ცოტა შეიძლება გახანგრძლივდეს ეს ლაივი. აი ეს ქვეწარმავალი, მართლა ქვეწარმავალი. ლანძღავდა, აგინებდა და როდესაც ილია მოკლეს, ნოე ჟორდანია ამბობდა რომ ხო მე რა მოხდაო კაცო ახლა როდესაც ტყეს ჭრიანო იქ ნაფოტებით ცვივაო. წარმოიდგინეთ რას ამბობდა. ანუ ტყე რა იყო? ტყე იყო საქართველო და ტყის ნაფოტი იყო ილია ჭავჭავაძე? აი ეს პიროვნება იყო. ბევრი რამის საუბარი შემიძლია მე ამ ქვეწარმავალზე. რაც შეეხება დამოუკიდებლობის გამოცხადებას 1918 წლის 26 მაისს აი ამ ნაძირლებმა კი არ მისი ნებით კი არ გამოაცხადეს, ან ქართველი ერის ბრძოლით კი არ მოხდა ყველაფრის გამოცხადება. შეიქმნა ამიერკავკასიის კომისარიატი, რომელი კომისარიატიც წარმოადგენდა სამ დღევანდელ რესპუბლიკას, ცოტა სხვა დიდ საზღვრებში, სომხეთს, საქართველოს, აზერბაიჯანს. თურქეთმა წაუყენა ულტიმატუმი, რომ თუ თქვენ რჩებით რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში, რუსეთის ჯარი უკვე გასულია ნახევარი თურქეთიდან, ჩვენ ვიწყებთ ომის წარმოებას თქვენ მიმართულებით. ამ დროს გერმანიამ, რომელიც ცდილობდა, რომ საქართველოში ქონოდა ძლიერი გავლენის სფერო, იმიტომ რომ შორს მიმავალი გეგმები ქონდა, ჯერ არის პირველი მსოფლიო ომი დასრულებული. მოთხოვა საქართველოს მაშინდან აი ამ ამიერკავკასიის კომისარიატის წევრებს, რომლებშიც აი ეს ქვეწარმავალიც იქ იყო. ნოე ჟორდანია. თქვენ ახლა ან გამოაცხადებთ დამოუკიდებელ საქართველოს, ან და თურქეთი, რომელიც არის ჩემი მოკავშირე, თუ შემოიჭრება და ეს ანტანტის და გერმანიის მოკავშირეები როგორც იყვნენ, თურქეთ-გერმანია მოკავშირეები იყვნენ, შემოიჭრება თურქეთი და მე საქართველოს არანაირ მხარდაჭერას და დახმარებას არ გავუწევ.
პრაქტიკულად აიძულეს მაშინდელი აი ეს ნაზირლები, ეს სოციალ-დემოკრატები, რომ 26 მაისს წარმოიდგინეთ ხალხო, გერმანიამ აიძულა მაშინდელი ეს ქვეწარმავლები, რომ საქართველოს დამოუკიდებლობა გამოცხადებულიყო. აი ესეთი რეალობა იყო. და ამას ედგა თავში ნოე ჟორდანია სათავეში. აი ეს რეალობა იდგა. და თქვენ რომ წაგაკითხათ ეს შებრძანდით, თუმცა ინტერნეტი სავსე არის, ჩაწერეთ, ვისაც გაინტერესებს, შვიდობა მოგცეთ ღმერთო. ვისაც გაინტერესებს, თუნდაც YouTube-ზე შებრძანდით, ეს მოდელირებულიც არის, ის წარმოთქმული სიტყვა, როდესაც ის გამოდის და სუფთა ლიბერასტული, აი დღევანდელი ლიბერასტული სიტყვები, როდესაც ის ამბობს, რომ აი ჩვენ სხვა ერებთან აქ იცით როგორ არის საქმე, ანუ ჩვენ სხვა ერების ხარჯზე არ მოვახდენთ გამოცხადებას და აქ მივტირით ორ სახელმწიფოს, ანუ რუსეთის იმპერიას, რომლის შემადგენლობაშიც იყო და იმ ამიერკავკასიის რესპუბლიკას, რომელიც ტერიტორიული ერთეულად ჩამოყალიბდა. ჩვენ მივტირით, ყდება ერთი სახელმწიფო და იბადება მეორე სახელმწიფო. რას მიტირი შეშობელძაღლო, ხო? სამშობლოს დამოუკიდებლობა ხდება, მაგრამ ეს რეალობა იყო. აი კიდე ერთხელ ვამბობ რა, ეს ქვეწარმავალი უბრალოდ ვერ მივიდა ლენინთან და იმ 24 ებრაელთან, ვინც იყვნენ წამყვანები იმ პერიოდის საბჭოთა რუსეთში თუ არა. ჩვეულებრივ ომის გარეშე არ მიუშვა სტალინმა და ორჯონიკიძემ იმ პერიოდში, თორე ეს ჩვეულებრივად რუსეთის ფედერაციაში შეიყვანდა მერეც, ამხანაგო ლენინ, ამხანაგო ეს, ამხანაგო ის, სულ ასე სატელეფონო ზარები ქონდა, რუსეთის საელჩოები ქონდა დახსნილი. ნუ ეს იყო რაღაცა ღალატის კლასიკური ანატომია. მაგრამ აი ის რომ მოგასმენიათ, ხო, ნუ საერთოდ გული გაგისკდებათ, რასაც ვამბობ. აი ეს დამოუკიდა არის ინტერნეტში, არის შეგრძანდით, ნახეთ, აი დღევანდელობას ზუსტად ერგება ეს ყველაფერი. ახლა როდესაც ტარდებოდა, შემდეგ არჩევნები უნდა ჩატარებულიყო. მე გაჩვენებთ კიდეც ინტერნეტში, მოვიცი, ახლა ზუსტად არ მახსოვდა რამდენი ეს იყო. არჩევნებში ნიკო ნიკოლაძის, ილია ჭავჭავაძის, აი მართლა ქართული ეროვნულ-დემოკრატიული პარტია, რომელიც იყო, რომელსაც ნიკო ნიკოლაძე ხელმძღვანელობდა. აი გაგეცინებათ რა, აი ამ პარტიამ გაჩვენებთ ახლა. აი, კარგად წაიკითხეთ. არჩევნებში წარმატება სოციალ-დემოკრატიულ პარტიას მოხდა 109 მანდატი. დანარჩენი 21 ადგილი სამმა პოლიტიკურმა ძალამ ეროვნულ დემოკრატებმა. გაცრავად აქედან. ხომ ხედავთ რა, ეს ფედერალისტებმა და ესერებმა გაინაწილეს. ანუ ჩემო კარგებო, იმ პერიოდში ეროვნული ძალებიც იბრძოდნენ საქართველოს დამოუკიდებლობისთვის, აღმოჩნდნენ უმცირესობაში, ხელისუფლება კი ხელში ჩაიგდეს დღევანდელმა ლიბერასტებმა, ასე რომ ვთქვათ, დღევანდელმა ფედერალისტებმა, რომლებსაც საქართველოს საერთოდ არ აინტერესებდათ. ახლა რო გავყვეთ ამ ჩვენ აი მაგათ მართვის პერიოდს, ზუსტად დავინახავთ, რომ ნოე ჟორდანიასთვის და მისი ნაძირალა თანამოაზრეებისთვის და აი ამ ნაძირალა სალომეს ბაბუისთვის და ნიკო ნიკოლაძეს ყველა ეტენება. ნიკო ნიკოლაძე და ის არც არ გაქცეულან აქ დარჩნენ. აი ამ ნაძირლების იდეური ეს ჩვენი დღევანდელი პრეზიდენტი. როდესაც აი როგორ იყო, იცით? ჯერ ხო
თვითონ ქვეყანაში ისეთი სიტუაცია დააყენეს, რომ არმიაში შეიტანეს პოლიტიზირება, გააყვეს ეს ეროვნული გვარდია, ეს იმათ. და იმ პერიოდის საქართველოს შეეძლო შეექმნა ერთ-ერთი უძლიერესი არმია. მე აგიხსნით ძალიან უხეშად, ასე რომ ვთქვათ, ზედაპირულად, რომ ნებისმიერმა დილეტანტმაც კი გაიგოს. ბესო აუცილებლად მოვალ მაგამდე მე უბრალოდ ნაბიჯ მივიდეთ ამ ყველაფერზე. ესე იგი, იმ პერიოდის საქართველოს ყავს დაახლოებით 200,000-მდე მოქალაქე, რომელიც ნაბრძოლი არის პირველ მსოფლიო ომში. ყავს ერთ-ერთი საუკეთესო გენერალიტეტი. ეს იქნებოდა კვინიტაძე, მაზნიაშვილი, ბევრი კიდე ძალიან სხვები. გააჩნია რუსული არმიის დარჩენილი შეიარაღება, შრალი ულუფა, უნიფორმა. არა მარტო საქართველოს შეიარაღებული ძალებისთვის, არამედ სრულიად მთელი ამიერკავკასიის რეგიონის ენზე მარაგებით ინახება უფლის ციხის და მცხეთის აიარაღოებში. ხა წარმოიდგინეთ თქვენ რადონის და ტერიტორია როგორც გითხარით, ეს არის უზარმაზარი ტერიტორია, ჩვენი ისტორიულ 100%-ით ყველა ქართულ მიწას შეიძლება აკლდეს რაღაცა 1%, 2%. არსებობს ყველანაირი პირობა იმისთვის, რომ საქართველოს არათუ საკუთარი თავი დაიცვას, არამედ შეძლოს აზერბაიჯანის, სომხეთის და მთელი ამიერკავკასიის დაპყრობაც ჩვეულებრივად. რა ხდება? აი ეს ქვეწარმავალი თავის მომხრეებთან ერთად იწყებს კავშირების გაბმას. ხან რუსეთში, თურქეთში, ჩემო კარგებო, როდესაც რუსეთში ვერ დაალაგა სიტუაცია, იწყებს თურქეთში და ვინმეს თუ გგონიათ, რომ ათათურქი განსხვავებული იყო, ათათურქი და ლენინი ასე იყვნენ გადაბმული ერთმანეთთან. ისინიც კოსმოპოლიტები, ისინიც ბოლშევიკები იყვნენ. რადგანაც რუსეთში ვერ დაალაგა სიტუაცია, მე გადაეცქნა თურქეთს. ეს ის პერიოდი არის, როდესაც პარალელურად სამხედროები, ქართველი სამხედროები იბრძვიან საქართველოს სომხეთის ომში, საქართველოს რუსეთის ომში და აფხაზეთში დენიკინი და ესენი კისრის ტეხით მორბოდნენ, რომ თავზე ექცეოდათ რუსეთი და აფხაზეთის მიტაცება უნდოდათ. მაზნიაშვილმა სანამ დღევანდელი ტუაფსეს ტერიტორიამდე არ ჩავიდა ბრძოლით, მანამდე ვერ მოიცილა ეს ხალხი. საქართველოს იბრძვის შემოჭრილ ბოლშევიკებთან ეს პერიოდი არის, ეს ჩვენი სამხედროები. აქ კიდე ფავორიტები ყავთ, ის ამ პარტიის წევრი სამხედროა, ის იმ პარტიის წევრი სამხედროა და აი ესეთი საშინელი ეპოქა, აი ეს სამწლიანი ეპოქა, რაც ქართულ პოლიტიკურ ელიტაში ხდება და სამხედრო პოლიტიკურ ელიტაში. საქართველოს აი შეიძლება დღესაც არ ქონდეს, 90-იანებშიც არ ქონდეს. ინტრიგები, ჭორები, ერთი მეორეზე გადაკიდება, საშინელება, ჯარისთვის არ მიცემა ფორმის, საკვების, იმისთვის რომ საკუთარი ტერიტორია დაიცვა. ეს არის კლასიკური ღალატის კლასიკური ანატომია. ახლა მას შემდეგ რაც უკვე რუსული არმიის ახლა შემოჭრა ხდება საქართველოში, როდესაც საქართველოს შეუძლია თავისი დამოუკიდებლობის დაცვა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, უმაღლეს დონემდე. დააკვირდით. ერთ დღეში გასაბჭოვდა აზერბაიჯანი. ტუხაჩევსკიმ რო დაქოქა დერბენში და რუბანში ჩავშნოსანი მატარებელი, ბაქომდე ჩავიდა, რიხინით ერთ დღეში დაიკავა ბაქო. არაფერი წინააღმდეგობა იქ არ ყოფილა. სომხეთიც ასევე პრაქტიკულად უომრად. საქართველოს დაპყრობას დაჭირდა დაახლოებით 40 დღე. 40 დღე რა პირობაში? აფხაზეთიდან
მამისონიდან, კახეთიდან, ყაზბეგიდან, ლორეტაშირის მიმართულებიდან და პლუს ტაო-კლარჯეთის მიმართულებიდან ოსმალური არმია. ანუ ეს იყო გასაბჭოების პერიოდი ოსმალურ ბოლშევიკური ოკუპაცია. რატომღაც დღეს ოსმალურ ოკუპაციას არავინ არ ამბობს. რა ხდება იმ პერიოდისთვის? ჩამოშორებული ყავს ეს ძვირფასი გენერლები ამ საქმიდან. და ეს ჩემ მოგონილი კი არ არის. მე მას როგორც ისტორიულ ფაქტებს ამას სწავლობდი და მაინტერესებდა. თუ წაიკითხეთ გენერალი კვენიტაძის ჩანაწერები, რომლებიც ემიგრაციაში დაწერა. ეს არის საშინელება. გაეცანით მაზნიაშვილის ჩანაწერებს, რომელიც 23 წელს გაიქცა იმაში, რა ქვია, საფრანგეთში და ჩავიდა და იქ რომ ნახა ამ ჟორდანიების და ამ სულ აძაღლებული ადამიანების ცხოვრება მიაფურთხა და იცოდა რომ რა დღეც ელოდებოდა საქართველოში, მაგრამ დაბრუნდა ისევ და აქ არჩია სიკვდილი. ესენი იყვნენ უნაძირლესი ადამიანები. როდესაც დაიწყო ყველანაირი მონაცემები რო იყო რომ ბოლშევიკები აუცილებლად შეუტევდნენ საქართველოს და მობილიზირებული იყო ქართული არმია, აი ამ მოღალატის სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, სულ აძაღლებული მოღალატის ბრძანებით მოხდა დემობილიზაცია მათი და სახში გაშვება რეზერვის. როდესაც დაიწყო ომი, როდესაც ბოლშევიკები შემოიჭრენ ლორეტაშირში ვითომ ეთნიკური უმცირესობების დასაცავად, აღმოჩნდა ისე რომ უცებ გენერალ კვენიტაძის გაზრდილი იუნკერების ბავშვი ბიჭები აღმოჩნდნენ პირისპირ. როცა ჩვეულებრივად შეიძლებოდა 50,000-იანი ქართული არმია ისე ჩამდგარიყო. სხვათა შორის აქ არსებობს კიდე ერთი დეტალი, რომელსაც შემდეგისთვის დავწერ. ქართულ მხარეს იმ პერიოდისთვის ფრანგული ფლოტი ეხმარებოდა, რომელმაც მე ამ ფრანგულმა ფლოტმა მოახერხა გაყვანა მთელი შეიარაღებული ძალების, ესე რომ ვთქვათ, გადარჩენილი გენერალიტეტის დარჩენილი, ასე რომ ვთქვათ, მაზნიაშვილის და ამ ოქროსი და ამ ყველაფრის რა, ასე რომ ვთქვათ. როდესაც თბილისი დაეცა, ეუბნება ეხლა, ხო, გენერალი კვენიტაძე ეუბნება. გადავკეტოთ. აი ეს მიმართულება მცხეთიდან, კონტრშეტევა მივიტანოთ თბილისზე, უეჭველი არა. ატეხა ცივილკივილი, არა. ჩაჯდა მატარებელში და გაქუსლა ბათუმისკენ. იქედან მე თავისთავად საფრანგეთში ესე იგი ბრესტ-ლიტოვსკის ზავზე მანამდე რომელიც იყო დადებული ბრესტ-ლიტოვსკის ზავით ეს აჭარა და ეს იმას ჰქონდა გადაცემული რა ქვია თურქეთს გადაცეს მაგრამ საქართველოს არ მონაწილეობდა მაგაში იმიტომ არც შევიდა ჟორდანიას მთავრობა არა ინტერესს არ ტკიოდა და უფრო მეტიც როდესაც ბოლშევიკური წითელი არმია შემოვიდა საქართველოში ჟორდანიას ახლა გამოჩნდა ეს ცნობები, მაგრამ მაინც დახურეს და გააქრეს შემდეგ ისევ. შეთანხმება ჰქონდა დადებული ვისთან? ათათურქთან და თურქებთან. და თურქული არმია იქედან შემოვიდა როგორც ვითომ მაშველი ძალა. და თურქები ოკუპანტები არ იყვნენ და სამხრეთის ტერიტორიები არტანუჯი და ეს ყველაფერი რომელიც იყო ზუსტად აი ამ მოღალატის ბრძანებით დაატოვებიეს ქართულ ჯარს. ეს რატო იცი? არ გამოვიდა ჟორდანიას მოსკოვში დალაგება საქმეების, დაიწყო სტამბულთან საქმეების დალაგება. მოსკოვში რო დაელაგებია სიტუაციები, მაშინ ის ტაო-კლარჯეთით შევიდოდა საბჭოთა კავშირში. მაგრამ არა, იქ გაბრაზებული ქართველობაზე, იქ გაიქცა და იქ დაიწყო შეძრომა და სამშობლო არავის არ ახსოვდა საერთოდ. ეს არის რეალობა. ეს არის ჩვენი ისტორია.
ჩვენი ისტორია, რომელი არათუ სადმე ამას ასწავლიან. ამის ელემენტარულად თუ ადამიანმა რადგან არ მოიძია, ახლა ინტერნეტში კი ბატონო არის ცნობები და თუ არ შევიდა არქივებში, ისეც გაგიჭირდება ამ ყველაფრის მოძებნა. ეს გვეწარმავალი იყო უბრალოდ საქართველოს დამოუკიდებლობის მართლაც მტერი და 5-იანზე შეასრულა ყველაფერი. და ეს დამოუკიდებლობა, რომელიც მოვიდა, მე მიტო არ წამს არჩევნების ახლა. ეს არის ზუსტად აი ესეთი ნაგავი ხალხის, როგორიც არიან ნაცები, ქოცები, როგორიც იყო ჟორდანია, როგორცაც ხედავთ თქვენ ყოველდღე. ეს არის ამ ადამიანების საქმე, ვინ მოატყუონ, ახლა ვის ხელი მოაწერიონ, მაგის ღმერთი არ იქნა ახლა. აკაკი წერეთელს ზემო იმერეთში კროჭი რო აჯობებდა არჩევნებში. მის მერე შეიძლება დაიჯერო არჩევნების. აი ასე იყო. სამწუხაროდ ასე. და სამწუხაროდ აი ასეთი დამოუკიდებლობა გქონდა მიღებული. და მე როდესაც მიატოვა სამშობლო, თუ რამე იყო ილია ჭავჭავაძის, ნიკო ნიკოლაძის, ზუბალაშვილების, სარაჯიშვილის და ასე შემდეგ მთელი ეს ყველაფერი თავმოყრილი, ეს ხო ჩატვირთეს გემებში და წაიღეს. 47 ის იყო, რა ქვია თუ 45 აი. იქედან 38 იქ სად წავიდა კაცი შვილმა არ იცის. ოქროს ზოდებზეა აქ საუბარი, ოქროს ზოდებზე, რომელიც წარმოადგენდა ქვეყნის ბიუჯეტს და ხაზინას რეალობაში. მერე დაძღენ იქ, დაერიენ ერთმანეთს და დაიწყო ლექსების წერა. ვარ საქართველოს გულდამწვარი მამულიშვილი, მისი აწყვოთი მომავალში მსურს გავიხარო, თუ საქართველო ვერ ვიხილე თავისუფალი, ფერფლად ქცეული დამენახოს მთელი სამყარო. დაიწყო და ესე იგი, რო არ ყოფილიყო გენერალი მაზნიაშვილი, რომ არ ყოფილიყო აი ბოლშევიკებშიც კი, კიდე ერთხელ ვამბობ ხაზგასმით, ბოლშევიკებშიც კი მეტი ეროვნულად, მეტი ქართულად მოაზროვნე ადამიანები, ვიდრე ეს მოღალატე და მისი ბანდა. ერთი რო ჩავალ ლევილში, ხო, აი მაგის საფლავზე, ღმერთმა გაგიმარჯვეთ. მაგის საფლავზე, აი მაგ ყველაფერს რო წავიკითხავ, ძაღლი მიგაკვდა სულში თქვა, ესეც უნდა უთხრა და გაიგონო. ეს ხო წავიდა ეს ყველაფერი იქ. ეს ხო იქ შეჭამეს. მთელი ეს ქონება ხო გააქიაქეს. ერთი 6-მეხთვის კაცი იყო დარჩენილი, რომელმაც ქონებას ყველაფერს და ქონებას რა ის რასაც ფულადი ქონება იყო და ის რაც ოქროს ზოდები იყო, ამათმა გაანიავეს. მაგრამ რაც შეეხება საგანძურს, ჩვენი ხატები, ჯვრები, ეს არტეფაქტები და წმინდა წმინდები უფრო სწორად. ვინმე თქვენ გონიათ, რომ მართლა ამხელა ქონებას და მართლა ისინი ხო ამას ძვირფასეულობას და ქონებას ეძახდნენ. ვინმე ამას უკან დააბრუნებდა? რო უშუალოდ სტალინის და დეგოლის შეთანხმება არ ყოფილიყო? ისევე როგორც რომ არა მაზნიაშვილი და ის გულანთებული ქართველობა და ამ ბრძოლას კიდე, ამ ბრძოლას ცალკე თავისებური ისეთი უნიკალური რაღაცა გააჩნია, რაც არც ერთ ბრძოლებს არ გააჩნია, იმიტომ რომ მაზნიაშვილმა და იმ გენერლებმა მოახერხეს ის, რომ ერთი დღის უკან ერთმანეთში მებრძოლი ბოლშევიკები და მენშევიკებიდან ერთად შეკრეს არმია და ამ არმიით გაათავისუფლეს ბათუმი და აჭარა. და კინწისყრით გააგდეს თურქები.
გუშინდელი ერთმანეთის რო ესროდნენ ის ადამიანები და მითო თქვა მაშინ ის გამოჩენილი ცნობილი სიტყვები მე არც ბოლშევიკების და არც მენშევიკების გენერალი ვარ მე საქართველოს გენერალი ვარ მაგრამ თუ კი შეხედეთ სისტემას როდესაც ვერც ეროვნული ადამიანები ხო აი ვერც ეროვნული ადამიანები როგორც იყო ნიკო ნიკოლაძე და მის ირგვლივ ილიას გზაზე მავალი ქართველობა თუ კი ის გენერალიტეტი და სამხედროები რომლებიც იყვნენ მართლა სამშობლოსთვის თავდადებული ადამიანები თუ კი ის ჯარი თუ კი ის იუნკერები ღმერთმა გაგიმარჯოს გელა რა აზრი ქონდა მაგათ არსებობას თუ კი ვერ შეძლებდნენ საკუთარი ქვეყნის მართვას აი რა აზრი ქონდა ის აზრი უბრალოდ რომ მათ თავდადებას შემორჩა საქართველოს რაღაცა გარკვეული ტერიტორია კიდე რაღაც და ეს ხალხი რო არ ყოფილიყო საქართველოს იქნებოდა ბევრად მეტი პატარა შეიძლება საერთოდ არც იარსება დღეს რო იძახიან რომ მეორე მსოფლიო ომის დროსო ნეტაო დამოუკიდებელი ყოფილიყავითო ან გერმანიას დავეყარითო და იმას ბავარიულ ლუდს დავლევდითო ხო მაგრამ ბავარიულ ლუდებს ვამდენ აგერა პოლონეთში ვარ და აგერ აუშვიცის ბანაკებში შტერხალს რა უნდა ელაპარაკო ამ ბრიყვებს მერე და მეორე აი ესეთი გამოხტომი ერთ-ერთში გავს იმ პერიოდის ის სამწლიანი ისტორია ერთ-ერთში გავს დღევანდელ რეალობას ხო 90-იანების რეალობას მაშინაც დაიწყეს რუსეთზე ბლოკადები მაშინაც დაიწყეს ესეთი რაღაცები ეს ფსევდონაციონალისტური მოძრაობები რამის პურის ელემენტარულად საკვების საშუალება არ იყო როცა ნიკო ნიკოლაძე საქართველოს განვითარების უზარმაზარი გეგმა ჰქონდა დაწერილი ეკონომიკური პროექტი წარმოგიდგენიათ რა შეიძლებოდა ყოფილიყო და აი ასე თავში დაცემული მართლაც რომ ეხლა ამით წარმოიდგინეთ თქვენ ეს დამოუკიდებლობა რა ყოფილიყო და ყოფილიყო ილია ჭავჭავაძე ცოცხალი მაგრამ ეს მეხუთე კოლონა მოკლავდა როგორც მაშინდელი პატრიარქი მოკლეს მე რა მოხდაო იტყოდა ეს ჟორდანია რაღაცა 20 დღე იჭრებაო ნაფოტებით შვებაო ჩვენი ერის პრობლემა არის რა ჩვენ სიმართლე აი არ გვიყვარ ძიმია ეს ანუ მალავთ ვიხსენებთ რაღაცა ჩვენ მარტო დადებით ისტორიიდან და უარყოფითზე თვალს ხუჭავ და ეს უარყოფითი არ წყდება მიდის დღემდე აი ეს იყო რეალობა აი ესეთი მოპოვებული დამოუკიდებლობა აი ესე დაიკარგა ცხონებული ზვიად გამსახურდია, როდესაც ამბობდა, რომ მაშინ აირჩია ბარაბას გზა. დიახ, მაშინაც ასე იყო. აბა ახლა 109 მანდატს მაშინდელი ლიბერასტები რო აიღებდნენ და 8 კაცს გაიყვანდათ, ლათ, ეროვნულ დემოკრატიული პარტია საქართველოში. ამიტომ არსებობს მომენტები ქვეყნის ისტორიაში, როდესაც ბევრ ქვეყანაში ყოფილა ასე სხვათა შორის, როდესაც სამხედროები ხედავენ, რომ თავიანთი პოლიტიკური ხელმძღვანელობა მის ქვეყანას დაქცევისკენ მიაქანებს და სხვათა შორის თურქეთი ჩვენი მეზობელი ნათელი მაგალითია, თუნდაც მას შემდეგ რაც ნატოში შევიდა, 7 სამხედრო გადატრიალება მოხდა. ერთი აგერ ხდებოდა, ხო, 2016 წელს ერდოღანის მოცილება უნდოდა. თურქეთი ძალიან მერყევი სახელმწიფო. იგივე საფრანგეთში რა ხდებოდა, დეგოლმა რა გააკეთა. აიღეს საკუთარ ხელში ძალაუფლება და აღებულმა ძალაუფლებამ შემდეგ შთამომავლობამ დაუფასა და ისტორიამ დაუფასა. ჩვენ შემთხვევაში არათუ პასუხი აქვს გაცემული ჟორდანიას და მოღალატეებს.
ჟორდანიას და მოღალატეებს ხაზს უსვამ საქართველოს დამხობისთვის დაქცევისთვის. ასევე შევარდნაძეს სულ აძაღლებულს და ძალიან ბევრ მოღალატეს. შევარდნაძის სახელობის რაღაცა გაუხსნიათ ლად ამ კოცებს, ხო ესენი ხო საერთოდ. მის სულ აძაღლებული შვილები არიან საერთოდ რა. ესენი არიან წარმოჩენილი როგორც საქართველოს დამფუძნებელი მამები. და ამ ყველაფერზე საუბარიც კი ალბათ შეიძლება რუსული პროპაგანდა, ალბათ ეც ახლა ვსაუბრობთ მე ამას, იმიტომ რომ ფრანგულ ნატოს მიწაზე არის დაკრძალული ისა სულ აძაღლებული ჟორდანია და როგორ შეიძლება ახლა რომ ნატოს მიწაზე დამარხული ქართველის და იგიც თავრობის თავმჯდომარის ცუდად ვილაპარაკოთ რომელთა იდეური ქვეწარმავალი შთამომავალი დღეს პრეზიდენტია რომელმაც ერთ-ერთში ჟორდანია და მისი მოდგმა არანაირი ქართული აზროვნება ენაც არ ცოდნა Google Translate უკეთესად თარგმნის ვიდრე სალომე ზურაბიშვილი ლაპარაკობს ქართულად ნახა აზროვნებაზე ზედმეტია რა საუბარი. არანაირი მენტალიტეტი, არანაირი ტრადიცია. დაიბადნენ სხვა ქვეყანაში, სხვათა შორის ქართულს ძლივს ამტვრევდნენ ისეთი ადამიანები, მაგრამ ისე უყვარდათ საქართველოს, რომ აი როდესაც გაიხსნა საზღვრები საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ და ჩამოვიდნენ მე ერთ მომენტს ავარ ნაყურები ქართველი ემიგრანტები რო ჩამოდიან და დამტვრეული ქართულით ლაპარაკობენ, მაგრამ ტირიან როგორც პატარა ბავშვები. საკუთარ სამშობლოზე. ამათში ასეთი არაფერი. სულამოცლილი, გათახსირებული, გადაგვარებული საკუთარ შვილის ნათლიაზე გათხოვილი, ვიღაცა იტყვის ჭორაობა კი არა. თქვენ უპატრონოებოა, ვინც ახლა მასე ფიქრობთ, როდესაც ერის ბედს აბარებთ ადამიანს და მისი ზნეობა არ გაინტერესებთ, მისი მორალი არ გაინტერესებს, მათი იდეოლოგია არ გაინტერესებთ, მათი წინაპრები არ გაინტერესებთ და გაინტერესებთ მარტო ჭორვილელი მაიმუნი რამდენს გადაგიხდით იმის არჩევაში და მზათა ხართ შეუძრეთ უკანალში სულ ყველა ეს ეგრეთ წოდებული ინტელიგენცია და რამენაირად აქალოთ სალომე და მისი დამპალი თანამოაზრეები რომლებიც მერე რას ლაპარაკობს და აკეთებს პედოფილებით დაწყებული მოღალატეებით შეწყალების კიდე გაიმეტი უფლება რო არა ანუ რაში არის ჩვენი საქმე? ჩვენი მთავარი პრობლემა არის რა? პრობლემა არის ის, რომ საქართველოს ქონდა ძალიან დიდი ხნის მანძილზე სახელმწიფოებრივი წყვეტა. ეს სახელმწიფოებრივი წყვეტა არ იყო მარტო 1801 წლიდან, როდესაც ქართლ-კახეთის სამეფო გაუქმდა. ამასის ზავით ჩამორთმეული სამხრეთ საქართველოს აჭარა და მაჰმადიანურ წყობაზე და ოსმალურ იმპერიაზე გადაყვანილი 1/13 საქართველოს რა საქართველოს არ არის? ასევე იმერეთი, რომელიც სოლომონ პირველამდე, რა დღეში იყო საერთოდ მტრისას და ავისას. შემდეგ ქართლ-კახეთიც როდესაც დადგა თავისუფლების მომენტი, ხალხმა ვერც გაიგო. კიდე ერთხელ გეუბნებით, მოусმინეთ. ჩვენ გვაიძულეს მაშინ დამოუკიდებლობა გამოგვეცხადებია. მე არა მაქვს ხალხს ესაუბარი. მე მაქვს ვისაც ხელისუფლება ებარა მაშინ. ეს ხო რეალობა. და ეს ხალხი მაშინაც აი ხალხზე რო ვთქვათ, ხო, ეს ხალხი, ფართო გაგებით ხალხი. ეს ხალხი იმ პერიოდშიდაც ესეთივე ინერტული, ესევე პარტიებზე მიშტერებული, ეს არ არის შორეული წარსული, ამიტომ ყველანაირი დოკუმენტაცია არის შენახული. ზუსტად ის ჰიბრიდული ომი მიმდინარეობს დღეს საქართველოში. 1992 წლიდან. დიდი მადლობა ირინა, კარგად ავარ, მშვიდობა მოგცეთ უფალ მოკითხისთვის, გაიხარეთ.
92 წლიდან მოყოლებული ჰიბრიდული ომი, რომელიც მიმდინარეობს საქართველოს სახელმწიფოებრების წინააღმდეგ. შედეგი მოაქვს ის, რომ იკარგება ტერიტორიები, დემოგრაფიულად ნადგურდება საქართველო, ვაგებთ ყველა ომს, ქვეყანაში არ არსებობს ეროვნული ეკონომიკა საერთოდ, გაყიდულია მთელი ქვეყანა. და სხვათა შორის აღსანიშნავი არის ისიც, რომ როდესაც საქართველოს გასაბჭოება მოხდა, ზოგი ჭირი მარგებელიაო, რო იციან თქმა. მაშინ ხო მოხდა ჩამორთმევა ეს გაკულაკებები და რაღაცეები, ბევრ პატიოსანს ჩამოართვეს ყველაფერი, მაგრამ მთელი საქართველოს ეროვნული ეკონომიკა. მაშინაც ზუსტად აი ამ გამყიდველის, აი ამ ნაძირალას დამსახურებით, ამ ჟორდანიას დამსახურებით გაყიდული იყო სომეხზე, აზერბაიჯანელზე, რა ვიცი, ამერიკელზე და ასე შემდეგ. მაშინაც არ ფლობდა. ქართველიერი არაფერს. ზუსტად რომ კომუნისტების დროს რომ მოხდა ნაციონალიზაცია და უბრუნდა და სხვათა შორის ზვიად გამსახურდია ეს. პირველი ეს მოთხოვეს, ზუსტად აი ამ ნეოლიბერასტებმა. ამიტომ ვამბობ, ირინა, როგორ უნდა იყოს ქვეყანა დამოუკიდებელი, აი მე ვსვამ ლოგიკურ კითხვას, მე ვარ ქართველი. და ვარ, ქართველი ჯილეთ აზროვნებით, ფიქრით, არანაირი მაშასადამი, არ მაინტერესებს არც ევროპა, არც რუსეთი, არც თურქეთი, არავინ არა. ვარ ქართველი და ვამაყობ ჩემი ქართველობით. ვამაყობ იმით, რომ ჩემმა წინაპარმა 1121 წელს დიდგორზე გაიმარჯვა. ჩემ ქვეყანაში, ჩემ მეგობრებთან ერთად მივდივარ, რომ დიდგორის გამარჯვების 900 წლისთავი აღნიშნო და მაკავები ჩემ ეგრეთ წოდებულ დამოუკიდებელ საქართველოში იმის გამო, რომ მე ჩემი ქვეყნის შვილმა პატრიოტმა, რომელიც ასე მიმაჩნია თავი ომის ვეტერანმა, აღნიშნო დამოუკიდებლობა. გამარჯვება, დიდი გამარჯვება. და გაკავებს შენი პოლიცია და ბრალს გიყენებენ შენი სამშობლოს წინააღმდეგ ღალატს იგი. აი ესეთი ქვეყანა როგორ შეიძლება ეხა დამოუკიდებელი იყოს, ამას თავისუფალი დამოუკიდებელი საქართველო ქვია ამას? და ამას როცა იტყვი, შენ ხარ ქსენოფობი, შენ თუ გინდა დიდგორი აღნიშნო, შენ ხარ ბნელი გრუზინი, შენ ხარ, რა ვიცი, ჯანდაბა ოხრობა და ვართ ასე. ეს როდესაც მოხდება, ეს კარგი, ეს რეჟიმი არის, ესეთი დამპალი რეჟიმი, ნაცკოცების 92 წლიდან მოყოლებული საქართველოს მოღალატეთა კავშირი. მაგრამ ასე გეკითხებით ერთ რაღაცას. აი ეს ეროვნულები, მთელი ეროვნულები, ჩემი ყოფილი თანამებრძოლებიანად დაწყებული, დამთავრებული ეგრეთ წოდებული ალტინფოთი. როდესაც ვერც ერთი ეროვნული ლიდერი, პარტია, პიროვნება ვერ ბედავს, რომ მე ვიქნებოდი თუ სხვა იქნებოდა დაკავებული, რა მნიშვნელობა იყო, ხო? საქართველოს დიდგორობის გამო დაკავებული ბიჭზე ერთი სიტყვა Facebook-ზე დაწეროს. რა აქვს საუბარი მოკითხვაზე, პროტესტზე, რამეზე. და ამ დროს ეს პრემიერ-მინისტრი ბევრი რო იძახეს, ხარიბა მაგარი ტიპიაო. ესე ამაყად სახეზე გაკეთებული პირბადით დიდგორობის 900 წლის თავზე ბლუკუნებს რაღაცას ბლუკუნებს და იქ ერეკლეს აღლიანს, ვაჟა ოთარაშვილს და ხარხერაურს და ამათ არ იძლევა სიტყვის თქმის უფლება. და ბიჭო, დიდგორზე ხარ, პირბადე მაინც მოიხსენი. ერთ-ერთ დიდგორობაზე რო ვიყავით ასული, მე და ემზარკვიციანი ვიყავით და არ მინდა ხე მესამე ადამიანის სახელს და გვარ სპეციალურად არ დავასახელებ, გაიხსენებს. თქვევართ ამ ლაპარაკობთ რაღაცებს განვიხილავთ და ასე ისე და თან წინაპრებით ვამაყობთ და გვიხარია რა ეს გულის ნათება მაინც აგვაქვს შემორჩენილი კაცო. იმ დაპყრობილ კომუნისტობაში, ბოლშევიკობაში არათუ ვინმე გიშლიდა დიდგორობას, დიდი სიამაყით აღინიშნებოდა დიდგორობა. და მთელი ის რაცა დიდგორის ველზე შექმნილი მთელი ის რა ქვია ინფრასტრუქტურა და
ინფრასტრუქტურის გარდა ის ძეგლები ყველაფერი ეს ზუსტად იმ დამპყრობელი კომუნისტებმა შექმნეს. მაგრამ ესენი ისეთი იმაზე მეტი დამპყრობლები არიან დღეს რომ არათუ რამე შეიძლება თქვა დიდგორზე და დამოუკიდებლობაზე. იმერეთის დიდგორს რო ეძახიან ხრესილის ბრძოლას, იქაც გადაშალეს თურქები და მტერი დაწერეს. მე 10,000 ჯერ მქონდა მაგაზე საუბარი და ეს უსინდისო წულუკიანი გამოდის და კიდე რაღაცებზე ლაპარაკობს. და საუბრობ და ეს პიროვნებაც იქ დგას და მოფრინდა ფუტკარი იყო თუ ზიკი იყო თუ კრაზანა იყო და ამ ბევრ ყეხარა ქოთანს დაუწყოთ რეალი ხო და ატეხა ასე ისე აი ეს ბზიკი რაღაცაო და იმზარს ახასიათებს ცოტა ესეთი პირდაპირ უხეში თქმები და რა იყო ბიჭო დიდგორზე მაინც არიდგეო ერთი ფუტკრის კმენამო თუ ბზიკის კმენამ რა ვერ აგიტანიაო და წინაპარზე ლაპარაკობ. აი ახლა ამ დონის ადამიანების ხელში არის საქართველოს ბედი და ხელისუფლება. საერთოდ ყველაფერი რა. რა დამოუკიდებლობა უნდა, რა ვიცი, რა რიცი. მე თუ მკითხავთ, თუ ვინმეს აი ჩემი აზრი არის ეგეთი. რა ვიცი, ყველას თავისი აზრის გამოთქვისუფლება ხო აქვს. 9 აპრილი სიხარულის დღეცა, ემოციის დღეცა. ყველაფრის დღეცა ერთი მეგობარი მყავს ძალიან ღრმა პატრიოტი საყვარელი ადამიანი და თქვა ესეთი იდეა შემოთავაზა საუბრის დროს და მეც მომეწონა მისი იდეა. დამოუკიდებლობის დღე 12 აგვისტოს უნდა გადავიტანოთ დიდგორობაზე. ჩემი აზრით იდეალური იქნებოდა. ახლა დროშას აიღებ, დღევანდელ დროშას, კეტყვის ხალხი. ეს ის დროშა არა, რომელიც საქართველოს ჰქონდა. დროშამ რომლის ქვეშაც ორჯერ მოიპოვეთ დამოუკიდებლობა, ის დროშა, რა ვიცი, მე გვერია ყველა სააგაშვილი ასე რომ ვთქვა და მოგცა დროშა. და დროშა მოგცა მიშა, რომელიც არ მოწონს არავის. ჰიმნი, რომელიც არ ვიცი მე ჯერ კიდე პლაგიატიზირებული, გადმოღებული რაღაც საშინელება. როგორ შეიძლება ამას ამბობდე, მაგრამ არასახავს ეს, რას ერჩოდენ ჰიმნს. მერთი ამ ჰიმნში არაა ნახსენები და უფალი და წინაპართა ტრადიციები და ასე შემდეგ. გერბი საერთოდ ლომები და მსგავსი რაღაცეები საქართველოს გერბებზე, რაც მე მინახია, არსად. აფრიალი ახლა ეს და ზოგი ამას იძახის და ზოგი ასე ვართ, მართლა საძოვარზე გადაყრილი ერი. ახლა ბევრი მეტყვის ეს დროშაო, რატო გაქვს? ნუ ეს დროშა მაქვს, იმიტომ რომ ჩემი აზრით ეს დროშა გამოსახავს დღევანდელი ქართული საზოგადოების რეალობას. ჩაბნელებულს, საერთოდ უვიц, ფსევდო ქრისტიანებს, ფარისევლებს, თავიდან ბოლომდე, ღმერთის რო არ წამთ და რომელიღაც სასულიერო პირების წამთ. ახლა რაღაცა იქნება ირინა ჰიმნში ხო, ის ხო არ იქნება, რა ქვია, რეპი ხო არ იქნება ბოლო-ბოლო, მაგრამ მაგ ჰიმნი საიდანაა აღებული, მაშინ და როგორაა კორექტირებული, მაშინ ის მოვიძიოთ. მოკლედ აი ესა, კარგი მე ჩემზე არ არის აქ საქმე, ვიღაცას დროშაც მოწონს, ჰიმნიც მოწონს, გერბიც მოწონს, კაცო, არა, პრობლემა ერთხელ და სამუდამოდ დამკვიდრდეს, თუ კი ხალხს მოწონს, რაზეა ლაპარაკი, მაგრამ ამაზე არ არის საქმე. დროშაც, ჰიმნიც და გერბიც საბჭოთა კავშირში შემავალ საქართველოს საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკასაც ჰქონდა. დამოუკიდებლობის სტატუსიც ჰქონდა, ნებაყოფილობით შესული სახელმწიფო ერქვა და სხვათა შორის ჩემზე უკეთესად გეცოდინებათ უფროსი თაობის წარმომადგენელი ხართ იმ პერიოდის საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში მყოფი საქართველოს მოსახლეობა მეტ სწორ ისტორიას სწავლობდა საქართველოს ისტორიას და საერთოდ იმაზე არა მაქვს საუბარი ჯანაშიას და მათ მიერ შექმნილ ისტორიას რომელიც სტალინის და სხვა ქართველების უშუალო შრომით იქნა შექმნილი და შემდეგ ამოიღეს ეს ყველაფერი. ქართულ ენას უფრო მეტი პატივი ჰქონდა, ვიდრე დღევანდელ დღეს და საერთოდ ქართულად, რა ვიცი, დაკნინებულია ჩვენი ენა.
ჩვენი ეს უდიდესი ენა. მაშინდელი ქართული კულტურა, ხელოვნება განიცდიდა რენესანსის ეპოქას და მე მგონი დამეთანხმებით. ახლა ვინმე არ თქვას რომ მე იმას მივტირი ვარ, მაგრამ მაშინდან და დღევანდელ რეალობას ვამბობ. და რაც შეეხება ეროვნულ მუხტს, ქართველობის ეროვნულ მუხტს, რაც იმ საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკაში კი ბატონო, დაპყრობილ ქვეყანაში ეროვნული მუხტი და აზროვნება იყო, წესიერება, პატიოსნება, ადამიანების ურთიერთდამოკიდებულება, ურთიერთპატივისცემა და ასე შემდეგ, იმის 3% რო იყოს დღევანდელ საქართველოში ბედნიერად ჩავთვლიდი თავს. ეს არის რეალობა. უფროსი თაობის ადამიანები არიან, ეგერ ერთი გამოსულიყო ვინმეს იმ პერიოდში და გაებედა და დავით აღმაშენებლის შთამომავლობაზე იდიოტები ეძახებიან წმინდა მეფეებზე სხვათა შორის. და იმაზე ერეკლე მეორეზე გამყიდველი და მოღალატე. გამოსულიყო, ახლა თქვენ ხო გახსოვთ უფროსი თაობის წარმომადგენლები? ის მეორე დღეს თბილისში დადგამდა ფეხს საერთოდ? არა თუ ტელევიზიებში წამოჯდებოდა და 7-24 ენას წააგდებდა. ამიტომ ჩემო კარგებო, მე მიტომ აქ ეს დამოკიდებულება ამ ყველაფერთან დაკავშირებით, იმიტომ რომ და განსაკუთრებით ნაცები და ქოცები კიდე ვიცი ვინც არიან და რაც არიან, ჯანდაბას მაგათი თავი. უბრალოდ ეროვნულობას რო ეფარებიან და რო კითხო რომ ეროვნულები არიან. დღეს თუ ვინმე ამბობს რომ ეროვნულია, რა უნდა ქონდეს იმას გასაყოფი ერთმანეთთან ჭორების, ინტრიგების და ერთმანეთის ჭამაკი არა. თუ ვინმე საერთოდ სამშობლო უყვარს. საპასუხო რაც მოახერხეს ქართველობამ და დღევანდელმა ქართველობამ და დღევანდელმა ეროვნულობამ და ეს იყო რომ თურმე ტუალეტში დაგიდეს სურათი ბერძენიშვილის, ამით რა ბერძენიშვილს გააგრძელებს ესევე თავის მოღალატეობრივ საქმიანობას და ასე შემდეგ. იმის მაგურად მისულიყვნენ შენ ტუალეტი საერთოდ უნდა ეშენებია. და პასუხი მოეთხოვათ და შეერცხვინათ და სადაც ფეხს გადადგამდა ეფურთხებიათ, მაგრამ ავიცი ამ ჩვენ ეროვნულებს არ აქვთ მაგის მაგათ ხო არ ზდებენ კაცსაც ძალიან 7-24-ზე. იმიტომ ეს ეროვნულები არის აბსოლუტურად ყველა ჩვეულებრივი კოლაბორაციონისტური ძალა, რომელიც არის ხელისუფლებასთან შეგრული. მე ამას პირდაპირ თავისუფლად ვამბობ და ერთი თუ ვინმეს აქვს პრეტენზია, ეყოს ვაჟკაცობა და ჩართოს. თუ არ ვარ საქართველოში. ჩართოს ეს ლაივი და უჟეთ და ვილაპარაკოთ და შეხედოს დანარჩენმა ქართველობამ. განცეს იმ კითხვებზე პასუხი, რა კითხვებსაც მე დაუსვამ. ნებისმიერი ეროვნული ძალის წარმომადგენელი. მაშია საქმე. არა მაქვს საუბარი იმ ადამიანებზე, ვინც დღეს ზვიად გამსახურდიას და ნერაბ კოსტავას იდეებით ცხოვრობს და აზროვნებს და სურვილი აქვს ძალიან ცოტა არიან ესეთი ადამიანები პოლიტიკაში. იმ ხალხს რა თქმა უნდა არ ვეხები, ვინც იმ იდეალების ერთგულია. თაობა ყოფილხართ თქვენ ყოფილხართ ბედნიერი თაობა, რომ მოგეცათ მინიმუმ ბრძოლის საშუალება ზვიად გამსახურდიასთან და მერაბ კოსტავასთან ერთად და მართლა შეძელით რომ დამოუკიდებლობა მოგეპოვებიათ თქვენი ქვეყნისთვის იმ პერიოდში, ეს ბედნიერების განცდა ყველაფერი, თქვენ ბედნიერი ადამიანები ხართ. ჩვენ რა ვთქვათ და ჩვენმა თაობამ რა თქვას და შემდეგ უმცროსმა თაობებმა რა თქვას, რომლებსაც არათუ რაიმე ეროვნული მუხტი უგრძნიათ, საკუთარ ქვეყანაში დაიბადნენ, გაიზარდნენ და არაფერი ეროვნული არ განუცდია. და ესეთი ყალბი ისტორიით და ესეთი ბლეფი ბითური ამბებით ზრდიან თაობებს. ჩვენ რა ვთქვათ? თქვენ იცხოვრეთ, ადამიანი მუდმივად ვერ იცხოვრებს და ბედნიერები წახვალთ იმ ქვეყნად. ხა მინდოდა კიდე ილია ჭავჭავაძეს და ნოე ჟორდანიას ამბებზე მომიყოლა, მაგრამ მე მგონი აზრი არ აქვს ამ ყველაფერს. ამის თქმა მინდოდა რა. არჩენი თუ ვინმეს დააინტერესებს, წაიკითხავს ან კითხოს თუ ვინმეს რამე აინტერესებს ეხლაც და ამ კომენტარებში გავცემ პასუხს.
რა ვქნა ეს ლაივები ასე გვაქვს შეზღუდული, შემოკარგებოდა კიდევ ერთხელ ვეთქვი გამოიწერეთ YouTube-ის გვერდი, YouTube-ის არხი, Telegram-ის არხი და იქ შევძლებთ რა დონის მტერი გვყავს ჩვენ, რა დონის მტერი გვყავს დღეს ქართველებს, რომ არათუ ქვეყანაში და სადმე ღიად შეგიძლია რომ შენი ქართული და ეროვნული სიტყვა თქვა. Facebook-სეც კი არ შეგიძლია. Facebook-სეც კი არ შეგიძლია გამოხატო ელემენტარულად შენი აზრი. რთული პერიოდია. ალბათ ერთ-ერთი ყველაზე ურთულესი ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. აი ეს არის და ეხლა დამისვამს კითხვას ალბათ ვინმე გამოსავალი რაშია. არსებობს გამოსავალიც, მიუხედავად ამ ყველაფერი უბედურებისა, მაინც არსებობს გამოსავალი. მაგრამ ამ გამოსავალს იდეასთან ერთად, იდეის მსახური ადამიანები და ცოტა თანხებით ჭირდება. და ეს არ იქნება არანაირი პარტია და ეს არ იქნება არანაირი რაღაცა პოლიტიკური ჯგუფი. არსებობს. იდეაში რო გითხრათ, ეხლა ვიღაცა ტერორისტობას დამაბრალებს და კი მიჩივის კიდეც, კი მიჩივის. ალტინფოს წევრი ყოველ შემთხვევაში ასე აქ ნათქვამი. ირაკლი ზაქარეიშვილი გირულიანის კვლელების ადვოკატი. LGBT პირი 9 აპრილს რო ზვიად გამსახურდიას და მერაბ კოსტავას გალანძღავს ბრჭყალებში ეროვნული ტელევიზიის ეთერიდან. მე თურმე აქ პანკიში მქონდა ურთიერთობები და ტერორისტებთან და აქეთკენ კიდე შემწვანს ქონდა. კი გვიჩივის. მაგრამ რეალობაში აქვს სხვა რაღაცა. საქართველოში უნდა შეიქმნას რეალურად მოძრაობა, რომელი მოძრაობაც არანაირად არ იქნება პოლიტიკაზე და სკამზე ორიენტირებული. და აქ უნდა იყვნენ ადამიანები, ქართველები, რომლებიც თვლიან თავს და უნდა გაკეთდეს ის, რაც გააკეთა თავის დროზე ირლანდიის განმათავისუფლებელმა არმიამ. აი ამ შემთხვევაში არის გამოსავალი. აქ არ არის საქმე, რომ ირლანდიის განმათავისუფლებელმა არმიამ ამდენი ტერორისტული აქტი მოაწყო და ეს არა, ამაზე არ არის საუბარი. აქ არის საუბარი ერის ერთობაზე. ქალი, კაცი, ბავშვი, მოხუცი, დიდი, პატარა, როგორ ითხოვდა და როგორ იბრძოდა იმპერიის წინააღმდეგ. ბრიტანეთის იმპერიის წინააღმდეგ და საერთო ჯამში მაინც მიაღწია მისას. და დღესაც მიღწეული აქვს. აი მსგავსი რაღაცა თუ ჩამოყალიბდება, მსგავსი რაღაცა. სადაც იქნებიან ისეთი ქართველები, მე ამ მოძრაობაში იმიტომ კი არ ვერთიანდები, ფული მინდა, ქონება მინდა, ან ზევით და ზევით ყოფნა მინდა და რაღაცა. მე უბრალოდ მინდა, რომ ვიყო იდენტურად ქართველი და სამოქალაქო ინიციატივები, საზოგადოებრივი მოძრაობის სახელით იქნა შეტანილი და ვაიძულოთ ხელისუფლება, პოლიტიკოსები, პარლამენტი და ეს არ გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს ჩვენ მინდა ჯიბისთვის და ვიღაცას იმისთვის უნდა და ვაიმე მე თუ ვერ მოვესწრები, აბა ისე როგორ და რანაირად. ეს ამას ემსახურება დაბადებული ადამიანი სიკვდილის ბოლომდე და ეწოდინება, რომ ეროვნულ საქმეში თითო აგურს დადებს. აი ესეთი მოძრაობა თუ შეიქმნება, ხოლმე ესეთი მოძრაობა გადაარჩენს ჩვენ ქვეყანას. დანარჩენი, ჩემი აზრია ასეთი, ნეტავ ვწდებოდე. აი ვიქნები უბედნიერესი ადამიანი, რომ მე ახლა ვწდებოდე. აბსოლუტურად ყველა მიმართულება. აბსოლუტურად ყველა მიმართულება მტერს ისე აქვს შეჭმული და ისე აქვს განადგურებული. არ მინდა ახლა კიდე ერთხელ გადავიდე რა იმ დისკრედიტაციის მცდელობაო ამისიო, მე დამიწყებენ იქ პატრიარქი ლანცხა და აგინაო, როდის ლანცხა და ვაგებენ აგინა პატრიარქი არ ვიცი. ეს ცალკე ბროდი, ცალკე ხალხს რო ღმერთის არ წამს და რო გითხო პატრიარქის წამს.
ეს დაავადებული ხალხი ბლომათაა საერთოდ ესე. ზოგს პატრიარქამდეც კიდე მისი მამა უსიწავს ის, რასაც მეტყვისო და ის ზოგიერთია ისიც როგორც არის პეტრე ცაავა, ლიბერალების გულის გამხარებელი, ის მეორე რო არის კიდე სააკაშვილის რო ქრისტესავითო 40 დღეო აი ეს უღირსი სასულიერო პირები რომლებიც არიან, რომლებიც ფსიქოპატებად იქცნენ და თავისი მრევლი ვაიმე რას გვეტყვის. იმას კი არ უპირდებიან უკვე ათმცნებაში რას გეუბნებიან, დიდი ჯულის კანონში რა წერია და მრწამსში რა წერია, ის კი არ აინტერესებს, აი იმან რა მითხრა. ხო, კაი მე თუ შემეშლება ჩემი მოძღვარი მაგებს პასუხს, ალბათ იმას ნაფიქრელი აქვს. აი ესეთი სოციოპატების მიერ შეიქმნა ეს მეორე მიმართულება. კიდე ერთი მთავარი პრობლემა არის ისევ და ისევ მივდივართ იქ, სადაც მივიდა თავის დროზე დავით აღმაშენებელი. რუის ურბნისის კრება განკვეთა უღირსი სასულიერო პირების დარჩენა ღირსეული სასულიერო პირების და ამის შემდეგ შეიძლება დაიწყოს ქვეყნის ნორმალურ რელსებზე გადაყვანა. დანარჩენ შემთხვევაში რაცერიო, ის ბერიო. ეს ძველი ქართველების ნათქვამი. ერთი გურამ ფალავანდიშვილი წერდა ამის წინებზე Facebook-ზე შემხვდა რომ ჩვენ გვყავს ყველაზე ძლიერი სასულიერო პირები ესენი. ახლა ფალავანდიშვილს რა უნდა ელაპარაკო ხო, რასაც ეტყვის მისი მამო, იმას იტყვის, მაგრამ კაცო, აბადიოს უფალმა, მაგრამ თუ კი სასულიერო პირები ყველა ესეთი ძლიერები ყავს და ყველა ესეთი ყავს როგორც ფალავანდიშვილი ამბობს, მაშინ ერთს რაღა დაემართა. მაშინ პეტრე ცაავაც ესეთი ძლიერი გყოლია, ის მეორეც ესეთი ძლიერი გყოლია. იქ მიშის ტიმპლები რამდენი არის, ის ისე ძლიერები გყოლია. რამდენი აქეთკენ ევროპისკენ მგლები რო არიან ხო საერთოდ პრისას და ავისას. არც მალავენ ღიად. რაც ერი, ის ბერი და ის ხელისუფლებაც. ამიტომ ეს ხალხი არც ხელისუფლებაში და არც პეტრე ცაავებში და ასე შემდეგ საღაციდან არ მოსულა. ეს მოვიდა ისევე იმ ერიდან, რომელი ერის შვილებიც ვართ ჩვენ. ეკეთანა ყველაფერი. თორე ჩვენი დედა ეკლესია რო ასეთ დღეში არ ყავდეთ. ამდენ უღირს ადამიანებს და ამდენი ბრძოლები არ იყოს ეკლესიის შიგნით. ჩვენ ტერი ვერაფერს ვერ დაგვაკლებთ. იმიტომ თუ კი სახელმწიფო არის ხორცი, ეკლესია არის სული. ძლიერი სული, როდესაც აქვს ადამიანს, მისთვის უკვე მარტივია ყველაფერი შემდეგ. ასე რომ დაინც იმისთვის, რომ რა თქმა უნდა იდეა უნდა ცხოვრობდეს ბავშვობიდან რო იზრდება ადამიანი სულ პატარა ბავშვი ვიყავი, როდესაც ცხონებულმა ბებიამ წამიყვანა რეფერენდუმის დღე, როდესაც იყო საქართველოს დამოუკიდებლობის და მახსოვს პროკლამაციებს რო ერთფრენებიდან ყრიდნენ, ეს მთელი ცხოვრება მაქვს ჩაშტამპული, რომ დამოუკიდებლობას იპოვებდა საქართველო და როგორ შეიძლება ახლა თქვა ის, რომ გამოხვიდე და შენი დამოუკიდებლობის წინააღმდეგი რომელი ნორმალური შეიძლება იყოს. ხო? მაგრამ ისიც უნდა გვახსოვდეს რეალურად ეს დამოუკიდებლობის დღე, რომელიც დღეს არსებობს, როგორ მოვიდა ვინ იდგა იმ პერიოდში სათავეში, როგორ დაიკარგა, ვისი დამსახურებით დაიკარგა და რას ზღავს ერი დღემდე და რას იქნება ჩვენი პერიოდის საქართველოს და ჩვენი თაობის და
ჩვენი საზოგადოების ნამოქმედარს როგორ სხავს ერი მომავალში. თუ გიყვარს და მოგწონს წინაპარი, ისიც უნდა გახსოვდეს, რომ მოვა დრო და შენც გახდები წინაპარი. რა ვიცი, ჩემო შოთა, ხალხმა იმდენი რამე იცის, გაუგნებული დარჩენილი ვარ და მანდა მაინც მაგი არ იცის? თეთრ ბაირაღებში როა? ხალხი ამბობს, მალე გაგიშვებენ და ხალხმა რა იცისო, კაცო? ხალხმა იმდენი რამე იცისო, რომ ყველაფერი კარგად იცის. უბრალოდ არსებობს ისეთი რაღაცა. დინებას კუთარი თევზები მიყვებიან. ვის გინდა რომ შევეხვან, რაზე უნდა შევეხვან, რა გაინტერესებს. თუ ახლა შენ მაინც ვიცნობ ვისაუბრია მაგ თემაზე ბევრჯერ. კონკრეტულად შევეხე 100%-ით ყველა ეგრეთ წოდებული ეროვნული ძალა თქოდა. ეხლა მე რა გითხრა, სათაური ჩამოგითვალო. პატა 90-იანი წლებიდან არა, უფრო მეტი ადრეც იყო ეგ ყველაფერი და ყოველთვის ასე იყო. ყოველთვის იყო საპატრიარქოში ბრძოლები. აბა გავიხსენოთ ჯერ კიდე ძველი პერიოდიდან, როდესაც ვახტანგ გორგასალს ცხვირპირში წიხლი ჩაარტყა და კბილები ჩაუნტრია. გავიხსენოთ სხვა ის, გავიხსენოთ კიდე როგორ უნდა თუნდაც ერეკლეს პერიოდში კათოლიკება საქართველოსი. როდის არ იყო ბრძოლები? ბრძოლა შექმნის დღიდანა, როგორც სიგეთეს და ბოროტებას შორის ნათელი და სიბნელია, ისე არის ეგეც. ეგრე იქნება ყოველთვის. მთავარია ამ ბრძოლას მომზადებული შეხვდე. დღეს უბრალოდ ძალიან მოძლიერებულები არიან. კარგი, შემოკარგებოდ, აგემშვიდობებით და მაინც მინდა პოზიტივით დავასრულო, რომ მაინც მოგილოცოთ დღევანდელი დღე. იმედი დავიტოვოთ ამ ძიმე ლაივის შემდეგაც არა მარტო იმედი. ვიბრძოლოთ ჩვენი წილი თავისუფლებისთვის და ვიბრძოლოთ ჩვენი წილი საქართველოსთვის. თორე ერაბ კოსტავამ ზუსტად ასე თქვა, მოვა დრო საქართველო დამოუკიდებელი გახდება, მაგრამ მაშინაც თუ შევწყვიტეთ ბრძოლა თავისუფლებისთვის, ყველაფერს დავკარგავთ. თავისუფლებასაც დავკარგავთ და დამოუკიდებლობასაც და ისიც თქვა კიდე, რომ ხელისცეცებით გაუწყებთ ერთმანეთს ძებნას და დიდი ხანია იქ დროც მოსულია. გილოცავთ და გისურვებთ იმას, რომ მომდევნო 26 მაისი სულ სხვანაირი ყოფილიყოს. კარგად სამდებოდეთ.